უხელ მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები იდგნენ, ისინი ერთად შეხვდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს იყო როგორც ერთგვარად რელიგიური რიტუალიც, რომელსაც მორწმუნეები აღნიშნავენ ყოველ აღდგომას, ასევე იყო პროტესტის გამოხატვის ფორმაც და მცდელობაც, რადგან ვიცით რომ უკვე 144 დღეა ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ გუშინდელი საღამოც არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი. მოქალაქეები პარლამენტთან, ქაშვეთის ტაძართან შეიკრიბნენ შუაღამისას, მას შემდეგ რაც გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გადმოვიდა, მორწმუნეებთან ერთად პროტესტში მონაწილე ადამიანები შეხვდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მათ ხელში ეჭირათ სანთლები, ჰქონდათ დროშები, სინდისის პატიმრების გამოსახულებიც საპროტესტო ბანერები და მოკლედ ისმოდა გალობის ხმებიც რუსთაველზე, ამ ფორმით შეხვდნენ და კიდევ ერთხელ შეასრულეს ის ტრადიცია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში უკვე მეორედ ხდება, რადგან გვახსოვს, რომ გასულ წელსაც საქართველოს მოქალაქეები პროტესტში იყვნენ მაშინ, როდესაც აღდგომის დღესასწაული დადგა და ქუჩიდან იზეიმეს მორწმუნეებისთვის რელიგიურად ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული. გუშინ ქუჩებში იდგნენ ყველა, განსაკუთრებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც ელოდებიან, რომ მათ შვილებს დაიხსნიან უკანონო ტყვეობიდან. სწორედ ამას ეძღვნება მათთვის წუხანდელი პროტესტის ფორმის გამოხატვაც და გარდა ამისა, მათ გვერდით იდგნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი საღეები, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები და ხელოვანებიც, ის ადამიანები, რომელთაც ახლა რეპრესიები ემუქრებათ მხოლოდ იმის გამო, რომ გმობენ არაღიარებული ქართული ოცნების პოლიტიკას. გუშინ სხვათა შორის რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა მიიტანეს წიგნები, დაწერეს წერილები ახალგაზრდებმა, რომლებიც უკვე მომდევნო დღეებში სინდისის პატიმრებს პენიტენციურ დაწესებულებაში გაეგზავნებათ. მნიშვნელოვანია აღდგომის სიხარული, აღდგომის მაცხოვრის, აღდგომის ძალები ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით სიმართლისათვის, დევნილებისათვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხლა საპყრობილეებში არიან საქართველოს გამო, ჩვენი სინდისის პატიმრებისთვის. ხო, მნიშვნელოვანი არის, რომ ამ დღესასწაულს მაინც რაღაცნაირად სოლიდარულები ვიყოთ პატიმრების მიმართ, პატიმრების ოჯახის წევრების მიმართ. ამ დროს ერთადერთი რასაც ვეტყვი, ის არის, რომ ძალიან მენატრები, ძალიან მენატრები და ძალიან მალე იქნები ჩვენთან ერთად და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. პირველ რიგში მათთვის გავართ და ვიდგებით ბოლომდე და მე მინდა მათ ვუთხრა, რომ არასოდეს არ მიგატოვებთ და არასდროს არ მივატოვებთ თქვენს ოჯახის წევრებს, ამაზე არც ერთი წუთი არ ინერვიულოთ. მიიღეთ ჩემი უდიდესი სიყვარული და თანადგომა და ყოჩაღად იყავით. არ ვიცი რა, შემიძლია ვთქვა, ხო, ტრადიცია თუ აქციეთ უკვე ძალიან ბევრი ისეთი უცნაური ტრადიცია გაჩნდა ამ ქვეყანაში, რომ არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი შეიძლება გააკეთო, გარდა ერთისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია არის, ის რომ ტყუილს აუცილებლად შეეწინააღმდეგება ქართველი ერი და ეს ფაქტია, ჩვენ ამას ვხედავთ. მოტივაცია რა უნდა გქონდეს ადამიანს, როცა იცი რომ ტყვეობაში ყავს ამდენი ადამიანი და თან ქვეყანას კარგავ. ამიტომ უდრეკია ჩემი მოტივაცია. და ძალიან დიდი მადლობა მშობლებს, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი ადამიანები არიან და როგორ შეიძლება ესენი დავტოვოთ მარტო. ამიტომ თორნიკე არ ინერვიულო, არ დავტოვებთ მარტო. მიზეზი, რომელიც გვაერთიანებს, ძალიან მძიმეა, ხო? იგივე ჩვენი სინდისის პატიმრები კვლავ გამოკეტილნი არიან, სხვა მოთხოვნებიც ჯერ არ შესრულებულა და იმედი გვაქვს, რომ ეს ერთობა, აღდგომა, დღესასწაული იქნება თუ სხვა მიზეზი მიგვიყვანს საბოლოოდ იმ შედეგებამდე, რომელსაც ყველანი ველით და ველტვით. მიზეზები, რის გამოც აქ დგავართ, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, მაგრამ რაღაც დადებითიც არის ამაში ის, რომ ადამიანებმა დავინახეთ ერთმანეთი. აღდგომის დღესასწაულის დადგომამდე და ზეიმობამდე კი იყო მსვლელობა გმირთა მოედნისკენ და საკმაოდ ემოციური კადრები მაყურებლისთვის სანახავად. იქ იმყოფებოდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც უკვე 144 დღეა მოითხოვენ უკანონო დაკავებული ევროპული მომავლის მცველების საპყრობილეებიდან გათავისუფლებას. გმირთა მემორიალთან წელს უკვე ამ შემთხვევაში უკვე მეორედ დადეს ფიცი, გასული წლის მსგავსად წელსაც, რომ
გაიცავენ ქვეყანას გარუსებისგან და იმ საფრთხეებისგან, რომელიც ახლა მოემართება მათი თქმით ქართული ოცნებისგან და რომ ქვეყანას ახლა ისინი მიაქანებენ რუსეთისკენ. საკმაოდ ემოციური იყო შეკრებილი საზოგადოებისთვის, ასევე მოესმინა ზვიად ცეცხლაძის ხმოვანი შეტყობინებაც, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია ჩაწერილი. ამ შეტყობინებაში ცეცხლაძე ამბობს, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ ძალაუფლება დათმოს, წავიდნენ და ასე დანიშნონ ახალი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროტესტი იქნება უწყვეტი და როგორც ცეცხლაძე ამავე შეტყობინებაში ამბობს, მოქალაქეებს ახლა აქვთ ზუსტად ორი არჩევანი. ამ არჩევანის შესახებ მაყურებელი რამდენიმე წამში მოისმეს. მანამდე უნდა გითხრათ, რომ წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი იმ ხრივაც, რომ შარშან გვახსოვს, რომ ეს ფიცი ზვიად ცეცხლაძემ წაუკითხა საკუთარ თანამოაზრეებს, თუმცა წელს იმის გამო, რომ ის უკანონო პატიმრობაშია, შეკრებილ საზოგადოებას ფიცის ტექსტი ზვიად ცეცხლაძის მამამ გააცნო. თანამებრძოლებო, ამ წუთებში ციხეებიდან ათობით აღელვებული გული შემოქცევით და ნატრავს, რომ თქვენთან ერთად დებდეს ფიცი გმირების წინაშე. თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია თქვენ ითხოვთ სამართალს, ითხოვთ ახალ არჩევნებს, ითხოვთ პატიმრების განთავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ. გადადგეს ქართული ოცნება. როდესაც ორი ბოროტი ქმედება ეს მიხდება მთავრობის მთავარი იარაღი, მაშინ ხალხის მოვალეობაა დაამხოს ესეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია. ჩვენ დიდი ხანი ვითქმნეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გაგუდვა, გადაცემა, დაპატიმრება, ციხეებში წამება, აქირსების შელახვა. ამან რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოთმინება და მიმტევებობა სისუსტედ ჩამოთვალეს, ცხოველობა კი სისხლით. ზოდნათელია, ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს, რუსეთს არ შეელევა და თავის მკვლელ შკინის მართლს არ მოუშვებს. ეს მისთვის ნამდვილად სიცოცხლის საკითხია და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ დავა, თუ იძულებულს გავხდით. ჩვენში ორი არჩევანია, ლაჩრობის და სიმხდარის გზა, ან ბრძოლისა და რევოლუციის გზა. სადაც მონობაში სიცოცხლე თავისუფლებაში სიკვდილს მომწევენ, სადაც დავიცავთ ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ღირსებას და ჩვენს ფიცს. ხო და აირჩიე ქართველოერო. ფიცავ! რომ არასდროს შევეგუებით! ძალას რომელმაც ჩვენი ქვეყნის! ტრისთვის! რუსეთისათვის! დათმობას ცდილობს! ვიდგებით ერთმანეთის მხარ და მხარ! და დავიცავთ საქართველოს! სახელმწიფოებრიობას! ჩვენს ენას! ჩვენს მამულს! ჩვენს ერთობას! სარწმენას! ფიცავ! გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს! გუშინ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხალხთან ერთად შეხვდა რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მიმართა ციხეებში უკანონოდ გამოკეტილ სინდისის პატიმრებს, უთხრა, რომ ისინი ბევრად თავისუფლები არიან, ვიდრე ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანას საბოტაჟი გამოუცხადონ და დააზიანონ და დაანგრიონ ის მონაპოვარი, რომლის მოპოვებასაც საქართველოს მოქალაქეებმა წლები შეალიეს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პროტესტი არ უნდა შეწყდეს და სწორედ ასეთი ფორმებით უნდა ეცადონ ყოველთვის მოქალაქეება, რომ დისკომფორტი შეუქმნან ივანიშვილის რეჟიმს. ყველა არის მართლაც ერთიანი იმაში, რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება, გვინდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და არ შევეგუებით რუსულ რეჟიმს. ეს არის მთავარი. პირველ რიგში მადლობას მათი გამძლეობისთვის და მათი ყოჩაღობისთვის, მათი ქართველობისთვის. ვეტყვი იმასაც, რომ დღეს სადაც არ უნდა იყვნენ, დღეს შეიძლება აქ ამ წუთში არ იყოს იმდენი ადამიანი, მაგრამ დღეს ყოველ საქართველოს ეკლესიაში მათზე ლოცულობს საქართველო. იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი ღირსება, ჩვენი იმედი და ჩვენი ხვალინდელი თავისუფლება. დღევანდელი საღამო ეს არის აღდგომის საღამო და აღდგომის საღამო არის პირველ რიგში ძალიან დიდი იმედის. ეს არის ზეიმი თავისუფალი ადამიანის და ის ადამიანები, რომლებიც აქ არიან, რომელიც საღამოს აქ მოვლენ და ილოცებენ და რომლებიც ლოცულობენ საქართველოს ყველა ეკლესიაში, არიან თავისუფალი ადამიანები.
დაანონსებული პროტესტი შედგა ევროპული მომავლის მცველებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს ერთად რუსთაველის გამზირზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე დამთავრდა, რადგან ბუნებრივია ამ საღამოსაც ტრადიციულად მოქალაქეები შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და ისინი გააჟღერებენ ორ მთავარ მოთხოვნას: ჩატარდეს ქვეყანაში ახალი არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა სინდისის პატიმარი.